არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უკან. სწორედ ეს დაამტკიცა ისრაელმა კიდევ ერთხელ დღეს, როდესაც იპოვეს დაღუპული ჯარისკაცის, იეჰუდა კაცის, ნეშტი. ეს იყო ბოლო ჯარისკაცი, რომელიც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებოდა სულთან იაკუბის ბრძოლიდან, პირველი ლიბანის ომიდან. ეს 44 წლის წინ მოხდა. კაცი გაუჩინარდა 1982 წელს სირიის ძალებთან ლიბანში შეტაკების დროს, ზაქარი ბაალ-მელთან და ცვი ფელდმანთან ერთად, რომელთა ნეშტებიც ასევე იქნა აღმოჩენილი ბოლო წლებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოუშუშებელი ჭრილობა ისრაელის ისტორიაში, დაკარგული ჯარისკაცების საქმეში. და დღეს ეს საბოლოოდ სრულდება. მეტი ინფორმაციისთვის ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე, როგორც ოჯახებისთვის, ასევე ინთაობის ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც სულთან იაკუბის მოგონება 4 წელზე მეტხანს ატარეს. ახლა ჩემთან ერთად არის რაბინი იუვალ ჩელოვი. ის იმ ბრძოლის შემოგარენში იბრძოდა, როგორც ასეულის მოადგილე მეთაური. დღეს კი ის არის სოჰარის ებრაული ეთიკის ცენტრის დირექტორი. რაბინ ჩელოვ, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ IOC4 News-ზე. წარმომშვიდობისა. როცა გაიგეთ, რომ იეჰუდა კაცი საბოლოოდ იპოვეს, პროვეს, რა გაიფიქრეთ? რას ნიშნავს ეს მომენტი თქვენთვის პირადად? უნდა გაიგოთ, რომ ჯარისკაცის დაკარგვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ვერ ვიტყვი კარგს იმაზე, ვინც დაჭრილია ან გარდაცვლილია, მაგრამ მათ მაინც აქვთ ადგილი. მათ აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ იგლოვონ, სადაც შეუძლიათ გამოხატონ ყველა ემოციური გრძნობა. დაკარგული ადამიანი ყოველთვის დიდი ქარიშხალია მოლოდინსა და გაგებას, უცოდინარობასა და იმაზე ფიქრ შორის ხომ არ მივატოვეთ ის და ასე შემდეგ. ეს არის ნამდვილი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ასე რომ პირველი რამ რაც საჭიროა, სულ მცირე ოჯახებისთვის. თუმცა მისი მშობლები წლების წინ გარდაიცვალნენ და ოჯახის სხვა წევრები, მაგრამ ის ფაქტი, რომ სულ მცირე ახლა ვიცით და წრეს ხურავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური პირადი საკითხისა და ცხოვრებისათვის. ეხლა უნდა გავიგოთ ეს. ამას ასევე, როგორც თქვენ დაიწყეთ და თქვით შესავალში, ასევე რაღაც რაც გავლენას ახდენს მთელ ისრაელის თავდაცვის ძალებზე, მთელ ისრაელის არმიის ეთოსზე და ეს არის ის, რომ არავინ დარჩება მიტოვებული. კარგი კაცი იყო ბოლოს ამიდან, ვინც სვატან იაკუბიდან დაკარგული იყო. ეს ბრძოლა 44 წლის განმავლობაში, 4000 წლეულის განმავლობაში ღია ჭრილობად დარჩა ქვეყნისთვის. რას ამბობს ეს დაბრუნება ისრაელის ერთგულებაზე თავისი ჯარისკაცების მიმართ, მაშინაც კი როცა ომი 10 წლეულებით დასრულებულია. ნუ ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს მოდის ორივე მიმართულებით. ერთი არის ეთიკური მხარე და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც თავის სიცოცხლეს წირავს ისრაელის სახელმწიფოს გადასარჩენად, არ დარჩება მიტოვებული. და ჩვენ ყოველთვის ვიგრძნობთ, რომ ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ვალი მის წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა დავაბრუნოთ ის პირველ რიგში ცოცხალი. მაგრამ თუ კი ეს ასე არ არის, მაინც უნდა ვეცადოთ მისი სხეული დავაბრუნოთ და ის დაკრძალული იქნება ისრაელის მიწაზე. ეს ერთი მიმართულება. მეორეა გავლენა ჯარისკაცებზე. და ჯარისკაცი, როდესაც მიდის ბრძოლის ველზე, იცის და ამიერიდან მანამდეც იცოდა, მაგრამ ეხლა მან დიდი ბიძგი მიიღო იმის გასაგებად, რომ მარტო არ არის, რომ მთელი საზოგადოება, მთელი სახელმწიფო, მთელი იდეა, ისრაელის თავდაცვის ძალები და მეთაურები, ხელისუფლება მის გვერდითაა და ის ფაქტობრივად ერთგვარი მაცნეა. და ჩვენ ვუსვამთ ხაზს ამ საკითხს, რომ ჯარისკაცი უფრო თავდაჯერებული იქნება ბრძოლის ველზე ყოფნისას და გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა გადაარჩინოს ისრაელის სახელმწიფო. კარგი, 44 წლის შემდეგაც კი როგორც ახლა ვსაუბრობთ, ისრაელის ჯარისკაცები ისევ სამხრეთ ლიბანში არიან. როგორ ფიქრობთ, რა გზამილს იღებენ ისინი დღეს თუ ნახეს ეს ამბავი? იმედი მაქვს, რომ ოჯახები, განსაკუთრებით კი იცით, პილოტი მას არასდროს დავივიწყეთ. იმედი მაქვს, რომ ოჯახები ნამდვილად ესმით, ნამდვილად სჯერათ და შეუძლიათ ენდონ ისრაელის სახელმწიფოს, ხელისუფლებას, მეთაურებს, მოსადს და ყველას, ვინც დაკავშირებულია ამ წმინდა მისიასთან. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რამდენიც შეგვიძლია და ვიქნებით თავდადებულები, რომ ვიპოვოთ ყველა დაკარგულის ცხედარი. არსებობენ ჯარისკაცები, რომლებიც იომ კიპურის ომიდან დღემდე დაკარგულებად ითვლებიან. ვიმედოვნებთ, რომ ყველა იქნება იდენტიფიცირებული, ყველა იპოვის მათ და ყველამ გაიგოს, რომ
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. როგორც ადამიანი, რომელიც იქ იყო, რას იმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა ისრაელები ან ჩვენი მაყურებლები ახლა გაიგებენ სულთან სუტანიაკუბის ამ ბრძოლისა და იმ მამაკაცების შესახებ, რომლებიც სახში ადაბრუნდნენ. ვიტყვი რაღაცას ძალიან ფრთხილად. სინამდვილეში ეს იყო ერთგვარი ჩასაფრება, რომელშიც სირიის არმიამ ჩაგვაგდო. ჩვენ მგონი ზედმეტად ვამაყობდით თავით და თავს ძალიან დიდ პიროვნებებად ვთვლიდით. და ჩვენ მართლაც ჩავარდით ჩასაფრებაში და ძალიან გვიან მივხვდით, რომ დიდი შეცდომა დაუშვით. ეს არ არის ასე. სინამდვილეში ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები გმირები არიან. მე ვსაუბრობ ახალგაზრდა მეთაურზე, იდა ირაზე და ყველა სხვა ჯარისკაცზე. ისინი ნამდვილი გმირები არიან. მაგრამ მეორე მხრივ ეს მარცხი იყო. და როცა 44 წლის განმავლობაში მარცხის ლაქა გაქვს, ის ფაქტი, რომ ეს ისტორია დაიხურება. და ეს არის ამ ისტორიის დასასრული. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გავიგოთ, რომ ზოგჯერ წარმატებას ვერ ვაღწევთ და ზოგჯერ მისიას ვერ ვასრულებთ. უნდა ვიყოთ საკმარისად მამაცები, რომ გამოვასწოროთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რა თქმა უნდა, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ ჯერზე. მნიშვნელოვანი გზავნილია, რადგან ეს ამბავი დღეს სრულდება. Rabbi Yuval Shilo, მადლობა რომ ჩვენთან იყავით.